ეხლა შემოგთავაზებთ თერაპიულ იგავს სიკეთე და თავაზიანობა. ერთხელ მოხუც ოსტატთან მივიდა მაწვილი და სთხოვა ნებართვა, რომ მისი მოწაფე გამხდარიყო. ეს რისთვის გჭირდება? კითხა ოსტატმა. სურს გავხდე ძლიერი და დაუმარცხებელი, უპასუხა მაწვილმა. მაშინ გახდი ასეთი. იყავი კეთილი ყველას მიმართ, თავაზიანი და ყურადღებიანი. სიკეთე და თავაზიანობა სხვების პატივისცემას მოგიტანს. შენი სული ყველასთვის მისაღები და მოსაწონი გახდება. შენ ამით პიროვნულ სიძლიერეს მოიპოვებ. ყურადღებიანობა დაგეხმარება, რომ შეამჩნიო ყველაზე უფაქიზესი ცვლილებები, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ იპოვო გზა კონფლიქტების თავიდან არიდებისა და ორთაბრძოლაში გამარჯვებისა, ისე რომ არც კი შეხვიდე მასში. და თუ კი შენ ისწავლი, როგორ გამორიცხო კონფლიქტი და თავიდან აირიდო ის, გახდები დაუმარცხებელი. რატომ? იმიტომ, რომ არავისთან არ გექნება საომარი. მაწვილი წავიდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა მასწავლებელთან. რა გინდა ჩემგან? კითხა მოხუცმა ოსტატმა. მე მოვედი თქვენს მოსაკითხად. როგორია თქვენი ჯანმრთელობის ამბები? ხომ არაფერი შემიძლია, რომ გაგიკეთოთ ან რაიმეში დაგეხმაროთ? ახლა შენ ნამდვილად ხარ მზად, რომ სრულად ჩასწვდე ჩემს სწავლებას, უპასუხა ოსტატმა. ჩემი აზრით იგავი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აქ საუბარია იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში, თუ როგორ უნდა ხედავდეს ის თავის თავს, თავის ადგილს, თავის როლს და რისთვის არის მზად, რა გაიღოს უნდა მან ამ სამყაროში, სიკეთე თავად შეუძლია განავრცოს თავისი გულიდან, ემსახუროს სხვა ადამიანების მოთხოვნილებებსაც და ინტერესებსაც, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ სიკეთეს ტრანსლირებს ადამიანი, მხოლოდ კარგს გასცემს და შესაბამისად კეთილგანწყობას უბრუნდება სხვა ადამიანებისაგან. ანუ აქ აქცენტია გაკეთებული იმაზე, თუ რამდენად აირეკლავს სამყარო იმას, რაც შენშია და გიბრუნებს იმას, რასაც შენ გასცემ და კიდევ ერთხელ ვწმუნდებით იმ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. თუ საინტერესოა თქვენთვის ჩვენი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ.